მოკლედ როგორც ნახეთ, უკვე ვიყავი ბაზარში, შევუკვეთე, ეხა ამ ასუფთავებენ და მოვაკითხე, ეხა რომ წამოვიღო და უნდა შევწვათ დღეს გეტყვით, რომ ცოტა სხვანაირად შევწვავთ გოჭს, იმიტომ რომ ეს იქნება არგენტინული სამხრეთ ამერიკული პრინციპი გოჭის შეწვის. ამაზე კიდე სოფელში რო ავალთ, იქ ცეცხლს დავანთებთ, იქ მოგიყვებით. ეხა მივალ და წამოვიღებ გოჭს, გასუფთავებულია უკვე, გატრუსული, ამოღებული გულღვიძრი ყველაფერი. მადლობა. წარმატებები, გაიხარე. მოვედით, ამოვიტანე გოჭი და ის გრილი, რაც ბაზარში გითხარით, რომ სხვა პრინციპით შევწოვთო, ისიც ავაწყე ნახევრად და ეხლა დავიწყებ გოჭი გაწმენდილია, გასუფთავებულია. უბრალოდ ეხლა გადავხსნი სახსრებში, რომ კარგად გაეკრას არგენტინულ გრილზე. მაგასაც გაჩვენებთ ეხლა, აი გულღვიძლიც გამოატანეს, ამას ლაშა შეწოვს დარწმუნებული ვარ. ბადიშის საფირმო აჯიკას ეხლა ცოტა ზეთში გავხსნი, რომ შიგინთან მხრიდან გოჭს წაუსვა, რომ გემოები აიღოს. ცოტა დავჩხვლიტე კიდევაც, რომ შიგინთაც შევიდეს და დიდ ნაწილებში, აი ბარკის აი ამ ნაწილებში, ხო? დანითაც ჩავჩხვლიტე, რომ ტემპერატურა შევიდეს იმ სახსრებში, ძვლებში, რომ უმი არ დაგვრჩეს. შეიძლება სხვა ნაწილი გამოწვეს და ეს მსხვილი ნაწილი ბარკლის უმი დაგვრჩეს. ამიტომ ჩავჩხვლიტე. კიდე რამოდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტე. ამით აჯიკაც კარგად შევა ხორცში და როგორც გითხარით, გამოცხობაც უფრო გამარტივდება. ხოთაშოვის გურიაში გავრცელებულია ეთნოგრაფიული ჩანაწერები არის, სურათები არის, სადაც დიასახლისი შუა ცეცხლზე გოჭს წვავს, შამფურზე აცმულს და თავისი შვილი გვერდს უმშვენებს, ანუ ოჯახური რიტუალი იყო ერთგვარი. ეხლა ამ შემთხვევაში ესე არ გავაკეთებ და ძალიან მაინტერესებს მე თვითონ და მინდა გავაკეთო არგენტინული მეთოდით, სამხრეთ ამერიკული მეთოდით გოჭის შეწვა და ზოგადად ხორცის შეწვა. და მინდა შევადარო თუ რა განსხვავებაა ქართულ ტრადიციულ მეთოდში გოჭის შეწვის და არგენტინულ ცნობილ, სამხრეთ ამერიკულ ცნობილ გოჭის შეწვას შორის. ეს მეთოდი ზოგადად არგენტინულ სამხრეთ ამერიკულია, ურუგვაიში, პარაგვაიში, არგენტინაში გვხდება მსგავსი მეთოდის შეწვის და ამას ქვია ასადო. დაახლოებით რო ახსნა, აი როგორც ჩვენ სუფრას ვეძახით, ჩვენ ტრადიციულ უბრალოდ შეწვა კი არ არის, ასადო არის მეგობრებთან მეგობრების წრეში, გოჭის შეწვა, ეს 4-დან 6 საათამდე დაახლოებით იწვება, slow cook-ა, ნელის შეწვის პროცესია და ამ დროს მეგობრები ერთად იკრიბებიან, სვავენ და ელოდებიან საბოლოოდ გოჭის შეწვას, გოჭის, ბურვაკის, მთლიანი, რავი,
დეკეულის, ყველაფერს წვავენ პრინციპში სამხრეთ ამერიკელები ამაზე და ეს ტექნიკა ეხა მე ავაწყე ჩემი ხელით, ეს ჩემი მეგობარი დამეხმარა ვასო და პრინციპში ყველაფერი შევისწავლე და რო განსაზღვროთ გრადუსი დაახლოებით აი ესე ხელი უნდა შევყოთ ცეცხლსა და გოჩს შორის დისტანციაზე და 5 წამი უნდა ჩერდებოდეს შენი ხელის ტემპერატურა. და ესაა მისაღები ტემპერატურა და მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის რომ გოჭი უნდა გაიკიდოს ბარკლებით ქვემოთ, რადგან ყველაზე დიდი და მსხვილი ნაწილი არის ქვემოთ და ცეცხლმა რომ უასწროს პირველ რიგში მისი მომზადება და შემდეგ დანარჩენი ნაწილის. ამ ცეცხლის კონტროლიც შიგადაშიგ, სადაც 5 წუთში მოვდივარ, ვამოწმებ და ცეცხლს ამის მიხედვით ვასწორებ. ძალიან მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი დეტალი არის ქარის საითიდან საით ქრის. უბრალოდ გურული ქარი, როგორც გურული ადამიანი, ცოტა გაურკვეველი მიმართულებებით უბერავს, მოკლედ და ერთი მიმართულება არ აქვს და სასურველია ყოველთვის ქარი უბერავდეს ამ შემთხვევაში მარცხნიდან მარჯვნივ გოჭის მიმართულებით, რომ მეტი კვამლი და მეტი არომატი მიიღოს გოჭმა შეშის. ამას მერე ხან წინ შევწევ, ხან უკან გამოუწევ ცეცხლს, რომ ვითამაშო ტემპერატურით, ასე ვთქვა და მერე მარილწყალს ახლა შევაზავებ, მაგასაც გეტყვით, მარილწყალს შევაზავებ და გოჭს რომ მოვატრიალებ, უკვე მარილწყლით, როგორც ჩვენც ქართველები მარილწყლით ვასწველებთ ხოლმე გოჭს, ისე დავნამავ. სადაც 4 საათი დაგჭირდება და მანამდე ესე დავისვენთ პარალელურად და ვისიამოვნებთ ამ გარემოთი, რაც ჩემ ეზოში ტრიალებს. მნიშვნელოვანი დეტალი გოჭის შეწვისას არ აქვს მნიშვნელობა როგორ წვა, რა მეთოდით, რომელი ქვეყნის მეთოდით და ტრადიციებით, მნიშვნელოვანი არის მარილწყალის სწორად გაკეთება. ზოგადად 10% მარილი წყლის შემცველობისა არის მისაღები და გოჭს თანაბრად ამარილიანებს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შენ რო შეწვამდე წაუსვა ან შეწვის მერეც წაუსვა სანამ ცხელი არ არის მარილი თანაბრად ვერ გადაანაწილებ მარილს. ამიტომ მარილწყალი არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც გოჭს წვავ, რომ მარილწყალი წაუსვა და არა მარილი. ესე იგი, გვაქვს ლიტრანახევრიანია ეს ბოცა არ არის. დოქი და ამას დაჭირდება მისი 10% 15 გრამი მარილი. და აქ ნახეთ წამოვიღე ქონდარი და ქონდარს დავნამავ მარილწყლით, ახლა გავხსნი და ქონდრით შევაპყურებ მარილწყალს გოჭს. ქონდრის არომატსაც აიღებს და მარილი სწორად გადანაწილდება. თან როდესაც გოჭი ესეთი სათუთი არის, მისი კანი მალე შრება და სკდება. ამიტომ მარილწყლით შენ ცოტა აგრილებ კიდევაც გოჭის ზედაპირს. წამოწაუსვათ ახლა. გოჭის შეწვა ბოლოსკენ რო წავა, ძალიან უხდება გოჭს კარაკი. ამიტომ მე ახლა კარაკს დავაგდებ, რაც აჯიკა მომცა ბადიშმა დამრჩა კიდე ცოტა შეგინდა ხო წაუსვი და ახლა კარაკსაც ჩემ ლურპაკის კარაკს, საყვარელ კარაკს ჩაუშვებ ამაში, აჯიკაში და ერბოდ ვაქცევ, რომ ბოლო 20-30 წუთით ადრე, მაქსიმუმ 40 წუთით ადრე უკანა მხარეს, კანის მხარეს წაუსვენ კარაკს, რომ უფრო რბილი, ხავერდოვანი კნატუნა გემო მივიღოთ. ლურპაკი ისედაც ხავერდოვანი, სასიამოვნო და ნაზი გემო აქვს. უბრალოდ თხევადის სახით მჭირდება. ამიტომ გავალღობ, ერბოში გადავიყვან, ცოტა დაწვაც კი შეიძლება, რომ ოქროსფერი მიიღოს და კანს ძალიან მოუხდება.
ძალიან გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ ადრე წასმა კარაქის არაფერს არ გვაძლევს ცუდის გარდა, იმიტომ რომ კარაქს ლღობის და წვის ტემპერატურა აქვს დაბალი. და ამიტომ დიდი ხნით ადრე თუ წაუსვით კარაქი, ის დაიწვება, ან გაშავდება, ან შეიძლება კიდევ გამწონდეს კიდევაც. ასე რომ ბოლო ეტაპია, ყველაზე ბოლო ეტაპია კარაქის წასმა. სადღაც 9 საათით ადრე. ეხლა ეს გავყვება და ბოლოსკენ რო წავალთ, გაჩვენებთ როგორ წაუსვა. მორჩა გოჭი მზადაა უკვე შეპიწყინებულია, გადაპიწყინდა, ეხლა მთავარია ჩამოხსნა ისე რომ არ ჩამივარდეს ცეცხლში. ოპაც. რას კლაწუნობს ეს აღარ მინდა მოვიდა ჩვენი მეგობარი სუნზე აუ კარაქმაც თავისი არომატი მისცა მარილწყალმაც და წარმოიდგინეთ, ერთ წამი ახლა ნახავ რომელი საათია და ჩვენ რომელზე დავიწყეთ. 4:09-ზე დავიწყეთ და ახლა არის 10:09 დაღამდა. ამდენი ხანი slow cook ნელი წვით წვავდით გოჭს. თხილად გადმოვიღო ახლა ეს მე აი ხა მინდა გავსინჯო და გავჭრა ეს პანელებიც ჭრიან ესე და ყოველთვის მინდოდა ესე გამიჭრა. ვიღებთ თებს და აი ხა ამას პური გვინდა ამაზე ჩვენ. აუ რა წვნიანია. როგორია? თქვენთვის მომინდია. ეხლა ამას კარგად დავჭრი და დავსხდებით და კარგ საღამოს გავატარებთ. ფუმფო. გინდა? გასინჯავ შენც? მოდი. დაგიგდო თუ? ცხელია, ესეც ცხელია. შენ მიეჩვი უკვე ცხელებს. ძალიან გემრიელია. ეს იყო არგენტინული მეთოდით მომზადებული გოჭი და მაინტერესებს თქვენ რა მეთოდით ამზადებთ, საინტერესოა და ბევრი ესეთი ტექნოლოგია რო გიჩვენოთ და ტექნიკა. ამისთვის საჭიროა რომ გამოგვიწეროთ და დაგვალაიქოთ. აბა დროებით.